ჩვენი სტუმარია ახლა დიმიტრი ბიძინაშვილი და მასთან გავარკვევთ დანარჩენ დეტალებს აღმშვიდობისა. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. გილოცავთ თუ გარეთ ხართ. მადლობა. შეგიძლიათ გვითხრათ დეტალებში რა მოხდა იმ დღეს სასამართლო პროცესზე. მე ვიცი რომ თქვენ მანდატურები მოგექცნენ ისე რომ რამდენიმე საათის განმავლობაში საერთოდ ჩაკეტილი ყავდით ოთახში, ხო? მოდი დავიწყოთ თავიდან, საიდან დაიწყო ეს ამბავი და შემდეგ როგორ გაგრძელდა? ანუ როგორ მიხვედით ციხემდე, ასე ვთქვათ, სასამართლოდან? მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში რაც მინდა თქვა ახო არის ის, რომ ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სასამართლო დაიხურა მედიებისთვის. იქ რომ იმ პერიოდში ყოფილიყვნენ მედიები, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემთხვევა საერთოდ არ მოხდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ მოასწავებდა ჩემს დაკავებას. როდესაც შევედი ზოგადად როდესაც დავდივარ ხოლმე პოლიტიკურ პატიმრების საქმეზე ვცდილობ ხოლმე რომ ჯერ ოჯახის წევრები შევიდნენ დარბაზში და თუ ადგილი იქნება შემდგომ შევიდე რომ რომელიმე ოჯახის წევრი არ დარჩეს იმიტომ რომ ძალიან რთულია ამდენი ხნის განმავლობაში ასე ვერ ნახულობდე ადამიანს და შეიძლება მე ვიყო ის ადამიანი, ვის გამოც ვერ შევიდნენ ოთახში. როდესაც შევიდა უკვე ხალხი და დაიხურა კარები, იმიტომ რომ ადგილი აღარ იყო, დაურჩი გარეთ 60 წმესთან ერთად, რომლებიც უნდა გამოკითხულიყვნენ სასამართლო პროცესზე. ამ დროს მანდატურს ვეკითხები მე რომ უბრალოდ შევდივარ, რომ ფანჯრიდან შევიხედო, მანდატური მეუბნება რომ სად მიდიხარ, ვეუბნები რომ უბრალოდ ვიცი რომ დარბაზში ვეღარ შევალ, იმიტომ რომ პროცესი დაიწყო, შესაბამისად, მხოლოდ ფანჯრიდან შევიხედავ რომ დავინახო, მაგათად იმ პერიოდში იყო საბას ხვიტარიძის საქმე და იქიდან მოდის არასასიამოვნოდ სად მიდიხარ ბიჭო, გაჩერდი და გადი გარეთ. ანუ ძალიან ესე იგი კიდევ უფრო გათამამებულები იმის გამო რომ კამერები არ არის იქ, მანდატური უფრო და უფრო აგრესიული ხდება, ხო? ამის თქმას ამას გვეუბნებით ახლა. დიახ, მასე არის, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამდენი წლის განმავლობაში სასამართლო პროცესზე ხშირად დავდივარ, მათ შორის ჩემი თუ სხვისი, ასეთი ვითარება მე არასდროს არ მქონია. ხო, აი დერეფანში ხართ, აი თქვენს მაგალითზე დერეფანში ხართ. დიახ. ვერ შეხვალ ხტომათა დარბაზში გადატვირთულია, ასე ვთქვათ, და უყურებთ ფანჯრიდან გაინტერესებთ რა ხდება შიგნით, ამ დროს გიახლობდებათ მანდატური და მოგმართავთ უხეშად. დიახ, ამის მერე მე პირველი რაც იყო უთხარი რომ დამშვიდებული იყო და თავის საქმისთვის მიეხედა გამოდივარ აქეთ, ანუ კომენტარი გავაკეთე და ასეთი სამართლიანი მოწესრიგებული იყოს ყველაფერი ქვეყანაშიც და ამ დროს ყובה მანდატურით და ამ საუბარში მეუბნება რომ უნდა გავიდე შენობის გარეთ. რაზეც გამეცინა და უთხარი მეთქი კაი გავალ მეთქი, იმიტომ რომ თან ვიცოდი რომ იქ პროცესს ვერ დავესწრებოდი და შესაბამისად შიგნით ყოფნას თაზრი არ ქონდა და გამოსვლის დროს კიდე რაღაც რეპლიკებს მეუბნებოდა და ბოლო რეპლიკა რამაც მე გამაღიზიანა იყო რომ შენ ანუ პროვოკატორი ხარო რა და ამაზეც გამეცინა და რომ გამოვედი ის იყო ჩავილაპარაკე რომ ამ სამართლის დედა ვატირეთ ხო რა რაც მიიღეს საკუთარ თავზე დამესივნენ პირდაპირ რატო გვაგინებო ფაქტი არის რომ თუ სამართლობის გინებას საკუთარ თავზე იღებდნენ კი ბატონო მე პერსონალურად არ შეხებთ არა უსამართლობის მიერ და ამ უსამართლობას არ მხოლოდ სიტყვით არამედ ჩემი ქმედებით და ჩემი მთელი ღირსებით ვისავ რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იყოს სამართლიანობა და ის უსამართლობა რომელიც დაკანონებულია მათ შორის იმ შენობაში სადაც მე ვიმყოფებოდი ხო ბევრჯერ მithქვამს და გავიმეორებ რომ ეს არ არის შენობა სადაც ჩვენ მივდივართ სამართლის საძებნელად ეს არის შენობა სადაც ჩვენ მივდივართ დასაჯელად არც ერთი საქმე რომელიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნების მხრიდან წახალისებული ზონდერები იქნებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იქნებოდნენ, რომლებიც ჩადიოდნენ დანაშაულს პირდაპირ ეთერში. ერთი კაცი არ არის დასჯილი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სინდისის პატიმრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ, ამ ქვეყნის ეროვნულ ღირსებას იცავდნენ, იდგნენ ქუჩაში და არ აძლევდნენ მათ შორის კობახიძეს იმის საშუალებას, რომ მისი განცხადების შემდეგ ჩვენ ვაჩერებთ
მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, აი ამ ნაბიჯების უკვე რეალურ განხორციელების საშუალებას. და ეს ხალხი დგას დღემდე ქუჩაში 200 დღეზე მეტია. დიმიტრი, აი ეს ეპიზოდი ასევე საინტერესოა, რასაც ყვებოდით, ანუ თქვენი რეპლიკის შემდეგ, რომელიც არ მიამერთებოდა მანდატურს, არამედ იყო შეფასება ამ ქვეყანაში არსებული ძალებში სამართლის მიმართ, თქვენ დაგეცდიან როგორც თქვით და აი შემდეგ როგორ გაგრძელდა ეს ამბავი? არაფერი ძალის შეუმესწრნენ, ძალის გამოყენებით ცდილობდნენ შეყვანოთ. მე ვუთხარი, რომ მეთქი უსამართლოდ მე ყოველთვის ყველგან შევეწინააღმდეგები როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვით. ანუ ძალა არც მომიყენებია ძალა რო გავჩერებულიყავი, შევყევი. დაახლოებით ეს მოხდა 2 საათზე და 3 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი მანდატურების ოთახში. როდესაც მე ვკითხულობდი, რომ ვიყავი თუ არა დაკავებული, ისინი პასუხობდნენ, რომ მე დაკავებული არ ვიყავი. ანუ თავისუფლება მქონდა 3 საათის განმავლობაში უკანონოდ აკვეთილი მანდატურების. რას გეუბნებოდნენ, რატომ იყავით? არაფერს არ იძახა. რეალურად დაკავებული მათი შეფასებით არ იყავით დაკავებული, მაგრამ ეს დაკავება რეალურად ხო? რეალურად დაკავება უხდება, როდესაც ადამიანს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ გამოვიდეს და თავის ნებაც გადაადგილოს. მანდატურს ხო, მანდატურმა რატომ უნდა დაგაკავოთ საერთოდ, ხო? აი გითხრათ მაგალითად, რომ კარგი დატოვეთ შენობა, ან ეზო დატოვეთ. თქვენ გამოკეტეს ოთახში. ოთახში. ამის შემდეგ 3 საათის შემდეგ უკვე პოლიცია მოვიდა. პოლიციას იძახებენ, ოღონ პოლიციის მოსვლის შემდეგ არა ორივე მხარესთან მოხდა გარკვევა თუ რა ხდებოდა, არამედ როგორც ვიცი გამოიკითხა მანდატური და ჩემთან არანაირი კითხვები გადამიყვანეს პირდაპირ დაკავების იზოლატორში. ანუ ის თუ რა მოხდა, საერთოდ არ აინტერესებთ მეორე მხრიდან. მთავარი არის დაკავების იზოლატორში კი ისვა და სრულად გამოიყენეს. სრულად 48 საათის განმავლობაში, მათ შორის არც მე და არც ჩემს ადვოკატს არ ჩაბარებია 24 საათის შემდეგ უკვე გაგრძელება, ანუ რითი დაასაბუთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიძინა ივანიშვილის, რომ 24 საათის შემდეგ მეორე 24 საათიც იყო საჭირო იმისთვის, რომ ამ ძირითადად აკეთებენ ხოლმე თუ რაიმე სახე მტკიცებულებები ან მოსაპოვებელი და უნდა მოხდეს წერილობით სახით ამის გაცნობა, რატომ ხდება ვადის გახანგრძლივება. რაც არ კი ბატონო, შემდეგ რას ელოდებით ახლა? დღეს გაგათავისუფლეს, მაგრამ ამას ასე არ დატოვებენ როგორც პროცესი ჩაინიშნება აუცილებლად ივანიშვილის სასამართლოსგან მოლოდინი იმის, რომ იქ მე იმ შენობაში მივალ და მტყუან მართლის გარჩევაში გადაწყდება ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, რა თქმა უნდა ის არ მაქვს. ამ სასამართლოში ძალიან ბევრი სამართლით მისული ადამიანი დაიჩაგრა უსამართლობით და იმის გამო, რომ ისინი იყვნენ წინააღმდეგი ოლიგარქიული რეჟიმის. და დღეს სასამართლოს შენობას, რომელიც ჩვენ ვეძახით, არის ქართული ოცნების ოფისის გაგრძელება. რა გადაწყვეტილებაც მიიღება ოფისში ქართული ოცნების, ის გადაწყვეტილება აღსრულდება ამ შენობაში. შესაბამისად, არც ვინტერესდები რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლომ ამ პერიოდის განმავლობაში. რაზე ვსაუბრობთ, თქვენი კოალიციის ლამის ყველა ლიდერი ციხეში ჩასვლა. მათ შორის ჩემზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 2 ასე რომ რაზეა საერთოდ ლაპარაკი, რას უნდა მოელოდე, ნუ გასაგებია ყველაფერს. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გაგვაჩერებს ამ ბრძოლაში. პირიქით, უფრო ღირსეულად, ბევრად მართლები გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და აუცილებლად დავასრულებთ რეჟიმს. ბოლოს მაინც ჩვენ რაც არ უნდა გააკეთოს რეჟიმმა და როგორც არ უნდა მომართოს ჩემსკენ მათი სამართალი. ესე იგი თქვენ გაქვთ ასევე სისხლის სამართლის საქმე და ახლა ეს ადმინისტრაციული საქმე და ასევე თვალთვალისა და მიყურადების საქმე, რომელზეც 2020 წლის მერე გავიდა 5 წელი და ჯერ უკვე დაზარალებულათაც არ ვარ იქ ნაღიარები, არადაც პირდაპირ ეთერში უყურეთ ამ ჩანაწერებს, როგორ საუბრობდნენ ჩემზე, ჩემს ოჯახის წევრებზე, როგორ მithვალთვალებდნენ, მიყურადებდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ქართული ოცნების მხრიდან არანაირი სამართალი არც ველოდებით, პირიქით ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მათი უსამართლობა ჩამოიშალოს და დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. დიმიტრი ბიძინაშვილი კოალიციას ცვლილებისთვის წევრი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.